რაც შეეხება იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა ასე ვთქვათ, მიიღო გადაწყვეტილება, ხო აქ უსმენდით თქვენს რესპონდენტს, წინა რესპონდენტს. ბიძინა ივანიშვილს ეს გადაწყვეტილებები არ აქვს მიღებული მისი ბედნიერი და კარგი ცხოვრებიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ღარიბაშვილთან დაკავშირებით უკვე არსებობდა ერთი ფაქტი, რომ ის შემიჩნეული იყო ქურდბაცაცობაში, ფულის მოპარვაში, სახელმწიფო ფულის მოპარვაში და ასე შემდეგ. მაგრამ მაგ თავარი ის კი არ არის, რომ ღარიბაშვილი ფულს იპარავს. კალაძე არ იპარავს ფულს, ან სხვები არ იპარავენ ფულს. აი პარლამენტში 30-ზე მეტი მილიონერი ყავთ, ყველას რომ სამშენებლო ბიზნესი აქვს და ფულს ატეტრებენ. რა ეხლა სუსმა ან ანტიკორუფციულმა ან ვინმე სხვა ეს არ იცის და ასე შემდეგ და ასე. ნიერებისგან არ მიუღიაო, აბა რისგან მიიღო? არა, ეს მიიღო ორი საკითხია. თქო, ასევე კითხვაში ჩავამატებ და აუცილებლად მოგცემთ შესაძლებლობას პასუხის გაცემის. როგორ ფიქრობთ, გუნდის შიგნით ამ ტიპის მოძრაობების კეთება არის თუ არა გარკვეული ფუფუნება, ანუ რაღაც გული მშვიდად უნდა გქონდეს სხვა ფლანგზე, რომ რაღაც შენიანების დაპატიმრებაზე გადახვიდე, ანუ ეს ამის ნიშანია. მაგრამ უყურეთ. აქ იყო საუბარი და მე ხშირად მესმის ამ ბოლო დროს უკვე თვეებია, რომ ვიღაცას ფული აქვს მისატანი, რაღაც მილიონები, ასეულობით, ათეულობით. მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ეს არის. თავს ვიტყუებთ, რომ რაღაცა ბიძინა ივანიშვილი რაღაცა ოფშიაკს აკროვებს ეგრეთ წოდებულს. ის შეიძლება ამას აკეთებს, იმიტომ რომ იცის, რომ ძალიან დიდი ფული მოპარეს ქართულ ხალხს ამ კრიმინალებმა, ოღონდ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კრიმინალები და ბიძინა ივანიშვილისთვის კი არ მოუპარათ ამ ნაძირლებს ფული, არამედ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მოპარეს ფული და ვიცით, ხო, მილიონობით ლარზია საუბარი. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ეხლა ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდირებას, ძალაუფლების ანუ მის ძალაუფლებაში არ უნდა იყოს სუსტი რგოლები. იმიტომ რომ მას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და ეს ცხადია და ეს თემა თუ გინდა გავშალოთ არაერთხელ გაგვიშლია თქვენს ეთერში, მას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და როცა აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა რეჟიმს, მას არ ჭირდება სუსტი რგოლები და ირაკლი ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ახლა მისთვის არის სუსტი რგოლები. თან დარწმუნებული ვარ, ამ შიდა რაღაცა კლანურ ბანდიტურ და კონფლიქტში ბიძინა ივანიშვილს მოუწია ხარის არჩევა არა მხოლოდ ფულის გამო, არამედ ხარის არჩევა იმის გამო, თუ ვინ უფრო გამოადგებოდა ამ ძალაუფლების კონსოლიდირებაში. ანუ ვინ უფრო მყარ სისტემას რეჟიმს ჩამოაყალიბებდა. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯები არის დაგვიანებული იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხედავთ უკვე საზოგადოების განწყობას, მათ შორის პროტესტის და ეს პროტესტი უკვე რაღაც ეტაპზე ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ცირერიცხოვანი, მაგრამ უკვე იზრდება, ჩვენ ყოველ შაბათს ხედავთ ამასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, მრავალრიცხოვან მარშებს და ასევე ჩვენ მალე ვნახავთ მრავალ 1000-იან და 10000-იან აქციებსაც და ამაში ვარ დარწმუნებული და ეს იქნება რა იქნება ამ აქციებისთვის რა ახალი სიცოცხლის მიმცემი? პირველ რიგში ამ აქციებისთვის ახალი სიცოცხლის მიმცემი იქნება ის, რომ ჩვენ რეჟიმთან წინააღმდეგობაში შევედით იმ პროცესში, რომ ვინ უფრო დაიღლებოდა, ამაზე საუბარი აღარ არის. რეჟიმმა ვერ დაღალა საზოგადოება, ახლა საზოგადოება გადავა აქტიურ ქმედებებზე პოლიტიკურ პარტიებთან და ოცნება დაიღალა? ოცნება დაღლილია აშკარად. აი ის რომ რაც ახლა მათ რიგებში ხდება, ეს მათი სისუსტეა და არა სიძლიერე. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს სიძლიერეა. გასაგებია, რომ ერთი წყვილ ძალაუფლების ასე ვთქვათ, ერთ მცირე ჯგუფზე დაყნობას ცდილობს, იმიტომ რომ სისტემა სუსტია. აქედან გამომდინარე, ეს ამის რწმენა მაქვს, იმიტომ რომ ესია. სახელმძღვანელოების დონეზე წერია ეს. ესე კი არა, აი ხა მე არ მივცემ თავისუფლებას, როგორ აი ვინ იცის, ეხლა ვიღაცებს 300 მილიონზე ლაპარაკობენ, 700 მილიონი, რაღაცა არ არის, შეიძლება ფულთანაც არის დაკავშირებული, შეიძლება კი არა არის, მაგრამ ფულთანაც ეს ეხლა ზღაპრები, ჭორაობა, იმან 300 მილიონი მოიტანს. ძალაუფლების გადაწყვეტილება რაღაცნაირად ერთი კონკრეტული ჯგუფის ხელში ბიძინა ივანიშვილმა დაავიწროვა შიდა ვერტიკალი ძალაუფლების, ასე ვთქვათ, მთავარი მიზიდულობის ცენტრი დააყრდნო რამოდენიმე ადამიანს და ერთ ჯგუფზე, ვიწრო ჯგუფზე. მანამდე სხვადასხვა ჯგუფებზე იყო ეს ძალაუფლება. ეს ხდება, როდესაც სისტემა არის მყარად, ბევრ სხვადასხვა ჯგუფს ენდობა, რომ ბალანსი იყოს დაცული. და როდესაც სისტემა არის სუსტი, ის მხოლოდ ერთ, ასე ვთქვათ, ვერტიკალურ ძალაუფლებაზეა დაფუძნებული. ეს არის აი სახელმძღვანელოების დონეზე წერეთ. ეხლა მე ვერ შევალ იმ ჭორაობაში ღარიბაშვილმა 300 მილიონიდან 160 მიიტანა თუ ბერა ყავს ვინმეს პლენად აყვანილი თუ ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ მაინტერესებს. მოდი ზოგადად ვუყუროთ 2026-ში რა მოლოდინები არსებობს პოლიტიკური პროცესში.
პროცესში, აი ამ კრიზისიდან თავის დაღწევის პროცესში. აქ იყო საუბარი, რომ ვის შეიწყალებს ყაველაშვილი 19-ში და ასე შემდეგ. ამ დროს, როდესაც ხელისუფლებისგან რაღაც შეწყალების ნაბიჯებს და აქტებს ელოდება შეიძლება ნაწილი მაინც საზოგადოების, ამ დროს ხედავთ მათივე გუნდში ამ დაკავებებს. სამი საკითხია, რაც ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციის გარდა აწუხებს. ერთი არის მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტპატიმრები. ანუ ქართული ოცნების ამომრჩეველისთვისაც კი გაუგებარია ღირსების დაცვა, ანუ მათი აგრეთ წოდებული ბაბლისთვის, აი ცოტა ისეთი რო ცდილობენ, რომ აი სოციალურად აქტიურები იყვნენ და მე არ ვამბობ რაღაც პოლიტიკურ ელიტაზე, არა, პოლიტიკურ ელიტაზე არ ვსაუბრობ. მათ მხარდაჭერაზე, რომელიც არის სოციალურად აქტიური, ხო? იმათვისაც გაუგებარია ღირსების დაცვის გამო, რატო შეიძლება ადამიანი 4 წლით, 3 წლით, 2 წლით იყოს ციხეში. თავდასხმელისგან რო თავს იცავდა, ის ადამიანი რატომ შეიძლება იყოს ციხეში? აი გელახასაია რატომ არის ციხეში? არავინ არ იცის დედამიწის ზურგზე, ხო? აქ დღეს ქონდა სხვათა შორის სასამართლო. აქედან გამომდინარე ეს ქართულ ოცნების ამომრჩეველსაც, ოღონდ მე არ ვამბობ რაღაც ისე, ანუ მათი ელიტა ვინც არის ამომრჩეველი და მათაც ასე ვთქვათ, მთავარ დასაყრდენს. მათაც აქვთ ეს კითხვები და ეს ქართული ოცნების პრობლემას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. მეორე საკითხი, რაც ქართულ ოცნებას აწუხებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის იზოლაცია, რომელშიც თვითონ მოექცა. ამაში მთავარი დამნაშავე, რა თქმა უნდა, არის კარგი, ეფექტური მუშაობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ მთავარი დამნაშავე არის თვითონ ქართული ოცნება. ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი ქონდა საქართველოს იზოლაციაში მოქცევა. ანუ ევროკავშირზე ვარის თქმა, ამერიკასთან, ევროპასთან ურთიერთობების დამძიმება ეს შეძლო, ოღონდ უფრო დიდ იზოლაციაში მოექცა ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი. ანუ ფაქტურად ისეთ იზოლაციაში მოექცა, რომელიც მას არ აძლევს იმის ხელშესახებ, ასე ვთქვათ, წარმატების იმედს არ უტოვებს. აი, იმის თქმის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, რომ თქვან, რომ აშხაბადშია საქართველოს მომავალი, ხო? აქედან გამომდინარე ეს არის მეორე და მესამე და მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ პროცესი და პროტესტი ძლიერდება. ვერ გატეხეს სამოქალაქო საზოგადოება, ვერ გატეხეს პოლიტიკური პარტიები და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის კოალიცია ცვლილებისთვის ბრძოლა იქნება ჩვენს გამარჯვებამდე და ჩვენ ქართველი ხალხი როცა გავიმარჯვებთ, ერთის მხრივ მორჩება საქართველოს იზოლაცია და ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენ პარტნიორებთან ერთად ეს იქნება ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მხარდაჭერასაც გავაგზავნებთ და დაუბრუნდებით ჩვენ როცა გავიმარჯვებთ არის როგორ ხედა აი ახლა პროცესს როგორ ხედა პატიმრების შეწყალებას ხედავთ ახალი არჩევნების ჩანიშვნის რომელზეც თქვენ სხვადასხვა მეუბნებოდით რომ ახალ წლამდე რომელიც გავიარეთ უკვე 25 წლის ბოლომდე გვილაპარაკია შეიძლება ეთერს მიღმა ყოველ შემთხვევაში რაღაც ასეთი მოლოდინები არსებობდა ახლა ამ წელს თუ არა აი ამ პირველ ეტაპზე ამ სეზონზე არის თუ არა მოსალოდნელი პატიმრების გაშვება ან პროცესის ახალ არჩევნებამდე მიყვანა მე არ მახსოვს რომ ეს მეთქვას მე ვფიქრობ რომ პირიქით ყოველთვის იმას ვამბობ რომ არც ერთი დღე თარიღი და კონკრეტული კალენდარული მდგომარეობა ამასთან დაკავშირებით ვერ გვეტყვის რომ აი ამ თებერვლის თვალში იქნება არჩევნები პირობითად თუმცა მაისში მაგრამ აქ არის საკითხი შემდეგში მდგომარეობს ჩვენ ვართ წინააღმდეგობის პროცესში ეს წინააღმდეგობა ვერ იქნება ერთდღიანი ჩვენ ხო რაღაცა ისეთ რეჟიმს არ ვებრძვით რომელსაც ძალაუფლება ყველაფრის ფასად არ უნდა შეინარჩუნოს ხო მათ შორის ჩვენ ვიცით რომ შარმანაშვილი ამბობდა რომ ცეცხლსაც კი გაუხსნითო და ჩვენ მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ არა ძალადობრივი შვიდობიანი წინააღმდეგობის პროცესში ვიმყოფებით ქალბატონო დიანა რაც შეეხება მოუწევთ პოლიტპატიმრების განთავისუფლება მოუწევთ უნდათ პოლიტპატიმრების განთავისუფლება რო უნდოდეთ თავიდანვე გამოუშვებდნენ ამიტომ მოუწევთ და ეს არ იქნება იმიტომ რომ ისინი არიან ჰუმანურები არა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის ყველაზე ბოროტი რეჟიმი აღმოსავლეთ ევროპაში იმიტომ რომ შეიძლება მსოფლიოში თუ არ ჩავთვლით ისეთ რეჟიმებს რომელსაც ახლა ქიმიური იარაღით საკუთარი მოსახლეობა საერთოდ სიცოცხლის რისკის ფასად რომელიც საქართველოშიც იყო მაგრამ იქ უკვე კონკრეტული ფაქტები არსებობს გარდაცვალების აქედან ყველაზე ბოროტი კაცი თქვენი ახსნით პატიმრებს გამოუშვებს და ახალ არჩევნებს ჩანიშნავს მოუწევს პოლიტპატიმრების განთავისუფლება და კიდევ ერთხელ გამორდება ეს არ ხდება იმიტომ რომ მას უნდა ეს არამედ ის არის იზოლაციაში
ის არის არალეგიტიმური, მას შემოეცალა ფაქტურად საკუთარი შვილი დაიჭირა, ხო, დღეს. აი წარმოიდგინეთ რა კაცია, რომ ამბობდა, რომ ჩემი შვილივით მიყვარსო. ხო არ ხომ მოგისმენიათ, როგორ ყვებოდა იმ ისტორიას, როგორ გაიცნოცა პირველად პრემიერ შვილივით მიყვარსო ეს ადამიანიო და შვილივით რო უყვარდა ის ადამიანი ჩასვა ციხეში. და ახლა კალაძე არ იპარავს ფულს, ან კალაძეს ბაღების დირექტორი რო იპარავდა ფულს, ახლა გაიგეს იმ ბავშვებს საჭმელს რო არ აჭრევდა. ანუ ამ პროცესს გაგრძელება ექნება მაგ მიმართულებით თქვენ. მაგ მიმართულებითაც ექნება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა დაიტოვოს სუსტი რგოლი საკუთარ ასე ვთქვათ სისტემაში. როგორც კი საკუთარ სისტემაში დაიტოვებს სუსტ რგოლს, ეს კორუმპირებული ბანდიტები ეცდებიან და უკვე ალბათ დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილს ეს ინფორმაცია აქვს, მე არ მაქვს ახლა მათთან რაიმე სახის კომუნიკაცია, იცის რომ ესენი არიან გადამხტომების სხვაგან. ამიტომ ესეთ ადამიანებს ჯობია ახლავე მოუღოს ბოლო რომ და რეპუტაციულად ისე დააზიანოს. ახლა ღარიბაშვილის პოლიტიკა ხომ მორჩენილია ამ ქვეყანაში და მისი რეპუტაცია. აი კალაძეს რო დაუდასტურდება ახლა ბაღების ფულს რო იპარავდა მალე და მის გუნდის წევრებს რო დაუდასტურდება ფულის მოპარვა მალე და კალაძემ შვედათის მე აი ბაღის ფულს ბავშთა ბაღის ფულს რო იპარავდა კაცი იმ კაც პოლიტიკაში მე რა გაესაქმე და საერთოდ სადმე რა გაესაქმე ხო? აქედან გამოდი ამ ქვეყანაში არავის დრო არ დამთავრდეთ მე რასაც ვუყურებ მაგრამ აი მინდა რომ ხალბატონი დიანა მაგაში არ დაგეთანხმოთ და ჩემი мотиваციაც ამ პოლიტიკაში ყოფნის არის ის რომ ეს რო დამთავრდეს ადამიანი პოლიტიკოსი რომელიც პრემიერი ფულის მოპარვი სუსის უფროსი რო სხვა ქვეყნის მოქალაქემ 1 მილიონ ლარად იყიდა ამის დრო უნდა დამთავრდეს და ამ ხალხზე საუბრის დროც უნდა დამთავრდეს ჩემი აზრით.